კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ 4 დღის განმავლობაში ეგრეთ წოდებული კომპანიების საქმეზე მუშები მუშაობდნენ ბატონი მერის, ვიცე-მერის გულორდავას სახლში და მათ არ გადაუხადეს ხელფასი, ხოლო ხელფასის გადახდა დააკისრეს ქვეკონტრაქტორ ამი 2014-ს. ასევე ჩემი ინფორმაციით გია გულორდავა გარეულია ეგრეთ წოდებულ ატკატით 70,000-ის გამორთმევაში ამი 2014-ისათვის, რომელმაც საბოლოოდ გამოიწვია ამ კომპანიის გაკოტრება და საბოლოოდ გამოიწვია ის, რომ მუშებს არ მიეცათ ხელფასი. მას შემდეგ, რაც აქტიურობა დაიწყეს მუშებმა, სულ რამოდენიმე მუშას, ვინც განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა და თქვენ იცით, რომ მათ პერმანენტულად ჰქონდათ აქციები, ნაწილს დაურიგდა ნაწილი მხოლოდ ხელფასების და ამ ხელფასების გაცემას რატომღაც ესწრებოდა ფინანსური პოლიციის წარმომადგენელი. არც ვიცოდით ისიც, რომ ვის სახლში მუშაობდი ჩვენ, მაგრამ ბოლო-ბოლო რო გავიგეთ, ეს აღმოჩნდა ბატონი გულორდავა. კი ბატონო, ამას ვადასტურებთ მთელი იმით. რამდენი ადამიანი მუშაობდით? 4 კაცი მუშაობდით. თანხა გადაგიხადათ? არა, თანხა ამირანმა დაგვიქირავა ჩვენ. და ბატონი არც მომითხოვია არავისთვის ეს ფული რო აგვიღო, მაგრამ ამირანმა გითხრა, რომ ამ თანხას ამის ისა მე ვიქნებიო ამ თანხის. და ბოლო-ბოლო რა ვიცი ახლა ბოლო-ბოლო ამირანმა მის შემდეგ რა ერთი თვის შემდეგ დაგვაწყებინა თავიანთი იმაში მუშაობა. მე ჩემს ეზოში ქვაფენილი არ არის, ეს არის ნატეხები, ქვის ნატეხი, რასაც უსულად ფუშად გაქვია. ეს უკვე დაახლოებით მაისის თვე. როდესაც მე მოვიწვიე რამოდენიმე მუშას, აღილებარი არ მახსოვს, შეიძლება ბატონი ლაშქერიც მონაჩვენოს და მითხრეს, როცა მოვიძიე რომ და დამეგოეს, რომ ეს ბრიგადა აკეთებს ამ საქმეს. ქალაქ ზუგდიდში, სხვა ხელოსანი არ არის. ესენი მოვიდნენ ჩემს სახლში, დაიწყეს მისი დაგება. არ ვიცი, 2 დღე იმუშავეს, 3, ძალიან უხარისხოდ აკეთებდნენ. მე ვუთხარი ეს რატო ხდება ასე, ნორმალური ხარისხის დაგება ჩემი ეზო დიდი არ არის, სულ არის 30 კვადრატული მეტრი. და მინდა რომ ესერი არ მოიგახოს კაცმა, ისე გავიაროთ. მათ მითხრეს, რომ ეს პირველად ვაკეთებთ ამ საქმეს, ეს ჩვენი საქმე არ ყოფილა, ოდიში მომიხადეს და წავიდე.